ბატონო ნიკოლოზ, ამათ ხო ახასიათებთ ზოგადად ესე ვთქვათ, ტრაგედიის სათავისოდ გამოყენება. ესენ ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ რომ სიტუაციის დრამატიზება მოახდინონ, ტრაგედიის დრამატიზება და თავის თავზე მორგება მოახდინონ. ყველაფერში ცდილობენ რომ როგორმე სარგებელი ნახონ. ეს ამათი პოლიტიკური ნაბიჯები და ესე ვთქვათ სვლებია. თუმცა საზოგადოება ამ ყოველივეს უყურებს და რა თქმა უნდა აფასებს. და არ შეიძლება შე როგორც პოლიტიკოსი გამოდიოდე და ცდილობდე რომ ტრაგედია შენს თავზე მოირგო და ამით რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა დაძრა, ესე რომ ვთქვათ და რაღაცა ხალხი ჩაიბა. ჩვენ ყველა კარგად მოგვიხსენება დღევანდელი დღე, დღევანდელი ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენმა მტერებმა უნდა გაიხარონ ამ ყოველივეთი და მათ უნდა იხეირონ. დღესდღეობით აი 5000 ლარიანი ჯარიმებზე რო საუბრობთ, ბატონო ნიკოლოზ, ხო? დღეს ერთ-ერთი ამ ჟურნალისტური სახის ესე ვთქვათ ლიდერი, ქალბატონი ნანუკა გამოვიდა და თავის ესე ვთქვათ გვერდზე დაწერა, რომ ყველას ვისაც დააჩარებებენ, შეუგროვებს თანხას და რაღაც ფონდები ხო არსებობს, მაგათ ხო შექმნეს და ამიტომ არ ინერვიულობ. აქედან გამომდინარე, აი ეს მიდგომა აქვთ მათ, რომ ანუ აქციებზე უნდა იარონ, თუ ვინმეს დააჯერებებენ, ეს ფონდი, რომლებიც მათ გააჩნიათ, უნდა გადაიხადოთ. მე მაინტერესებს, ანუ წყარო, ფინანსური წყარო, თუ საიდან ფინანსდებიან ეს ფონდები და ამ ხელათანხები საიდან აქვთ, რომ ამ ხელათანხებს იხდიან. აი, ეს არის თავარი. და ეს არის გასათვალისწინებელი. თუნდაც ეხლა ეს დღევანდელი დღის ტრაგედიათ რო გამოყენებას რო ცდილობენ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უამრავ ქვეყანაში სტიქიას ებრძვიან და სახელმწიფო ყოველთვის ჩართულია. სხვა რაღა უნდა ქნას ჩვენმა სახელმწიფომ მთლიანი რესურსია. მთლიანი რესურსი არ, მთელი ჯარი ჩაერთო ამისთვის და თავდაცვის ძალები ჩაერთო და წარმოიდგინეთ თუ რა დონეზე არიან მობილიზებული. მაგრამ არა, მაინც დრამატიზება უნდა მიცენ და უნდა თქვან რომ იქ ვიღაცა დაიღუპა, იქ ვიღაცა ეს მოვიდა, ის მოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არავის არ სიამოვნებდა და ძალიან სამწუხაროა და უმსამზივრებ მათ გარდაცვლილ ოჯახებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ მუშაობს და სახელმწიფომ ესე ვთქვათ მოქალაქე მიატოვა. სახელმწიფო არასდროს არ ტოვებს თავის მოქალაქეს და ყოველთვის ცდილობს რომ მას დაეხმაროს. და თუნდაც დღევანდელი გამოვლინებაც ეს არის სახელმწიფოსი, რომ მან თავდაცვის შეარაღებული ძალებიც კი ჩართო, რომ რაიმე მსხვერპლი არ იყოს და რაიმე ფორმით ზარალი და ზიანი არ იყოს. მაგრამ ისეთ პოსტებს წერენ ეს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლიბერალები, ხომ, რომ აი გული გაგისკდებათ რა. იმიტომ რომ ანუ ჩამოინგრა და ქვეყანას ბოდიში და დედა არ აყავს და ყველა მოკვდებით და ეგეთი აი ესეთი მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ დრამატიზება ხდება. და ამას მე ვიღაცები სამწუხაროდ იჯერებენ, იმიტომ რომ რეალურ ინფორმაციას ეს საინფორმაციო წყაროებიც არ აწვდიან.